2004 წელი სერიალ მეგობრების ბოლო ეპიზოდი, როცა მონიკას იასამნისფერ ბინაში კარი დაიხურა. მილიონობით ადამიანმა იტირა, რადგან დავემშვიდობეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ოჯახის წევრებივით იყვნენ. მაგრამ ყველაზე მეტად იქ იმ გადასაღებ მოედანზე ერთ ადამიანს ეშინოდა, მეთიუ პერის. მან იცოდა, რომ როგორც კი კამერები გამოირთვებოდა, ის ვეღარ იქნებოდა ჩენდლერ ბინგი. ისე მოხდა, რომ ჩენდლერის ყველაზე დიდი შიში მეთიუს ცხოვრება გამოდგა, ხოლო მეთიუს მთავარი ოცნება კი ჩენდლერის ცხოვრება იყო. როგორ გაწირეს ის მისმა ახლობელმა ადამიანებმა, ვისაც ენდობოდა, მე საბა ვარ, შენ შეგიძლია შუა დამიზახო. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ მეთიუ პერის შესახებ. ფრენცის დასრულების შემდეგ მეთიუ პერი უნდა დარჩენილიყო საკუთარ თავთან მარტო. ხოლო საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მისთვის კატასტროფა იყო. აწლეულების განმავლობაში ის გვაცინებდა. ის იყო ადამიანი, რომლის ხმრობებზეც ვიმალებოდით რეალობისგან. 2023 წლის 28 ოქტომბერს კი მეთიუ პერი იპოვეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი, საკუთარ ჯაკუზში, მარტოდ ყოფი. დასაწყისში ყველას ეგონა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, ალბათ გულის შეტევა ან ზედოზირება, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. მოდი ვისაუბროთ ჩენდლერ ბინგზე. ვინ იყო ჩენდლერ ბინგი? ჩენდლერ ბინგი იყო პერსონაჟი, რომელიც იუმორს იყენებდა თავდაცვის მექანიზმად. როდესაც მეთიუ ამ როლზე დაამტკიცეს და მან წაიკითხა სცენარი, ამ სცენარში საკუთარი თავი დაინახა. მეთიუ ზუსტად ასე ჩენდლერის მსგავსად, მშობლების განქორწინების შემდეგ იუმორს იყენებდა თავდაცვის მექანიზმად. მას უნდოდა, რომ პოზიტიური, მხიარული ბიჭის შთაბეჭდილება შეექმნა, მაგრამ სინამდვილეში ის იტანჯებოდა. სერიალმა მეგობრებმა კი მას მისცა ის, რაც მთელი მისი ცხოვრება აკლდა. სიყვარული, აპლოდისმენტები, ყურადღება. დასაღებ მოედანზე 300 კაციან აუდიტორიის წინაშე, როცა რაიმე ხუმრობას იტყოდა და ხალხს გაეცინებოდა, ეს მისთვის ნარკოტიკზე უფრო ძლიერი იყო. ხოლო თავის ავტობიოგრაფიაში კი იძახის, რომ თუ რაიმე ხუმრობას ვიტყოდი და ჩიჩუმე იქნებოდა, მაშინვე მეწყებოდა პანიკური შეტევა, შფოთვა და მერჩივნა მომკვდარი. ეს იყო მძიმე ფსიქოლოგიური ტვირთი. ჩვენ ხედავდით ბენიერ ბიჭს, მაგრამ სინამდვილეში ის იწოდა. მას ადრეული ასაკიდან ჰქონდა პრობლემები ალკოჰოლთან, არა ნარკოტიკებთან, მაგრამ ალკოჰოლთან. თუმცა ყველაფერი შეიცვალა უკვე 1997 წელს, როცა წყლის თხილამურებით სრიალისას მან მიიღო ტრავმა და გამაყუჩებლად დაუნიშნეს წამალი ვიკოდინი. მეთიუმ როცა ესაბიდალია, თავი ძალიან კარგად იგრძნო. თითქოს გონებაში ის ხმა, რომელიც ეუნებოდა, რომ არასაკმარისი იყო, გაჩუმდა. და მეორე დღესვე უკვე შეეცადა, რომ ძალიან ბევრი აბი შეეძინა. იმ დონეზე იყო დამოკიდებული ამ ამბებზე, რომ დღეში 55 აბ ვიკოდინს იღებდა. 55 აბ ვიკოდინს. ადამიანი, რომელიც სერიაში $1 მილიონ აკეთებდა. მაგრამ ამ წამლის შოვნა არც თუ ისე მარტივი იყო. როდესაც ვერ შოულობდა, დადიოდა სახლებში, გასაყიდ სახლებში, ან open house-ში, როცა იყო სახლის ჩვენება, შეეძლოთ დაინტერესებულ პირებს დაეთვალიერებინათ სახლი. მეთიუ მიდიოდა, შედიოდა აბაზანებში და ეძებდა აბებს. შემდეგ ახსნა ეს იმით, რომ ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩენდლერი შემოვიდა სახლში და მოგპარა აბები. თუ დღეს თავიდან შევხედავთ სერიალ მეგობრებს, სულ სხვა თვალით დავინახავთ მეთიუ პერის. ის სერიიდან სერიამდე სრულიად იცვლებოდა. ის ხან ავადმყოფურად გამხდარი იყო, ხან პირიქით ჭარბწონიანი. ინტერვიუში კი თქვა, რომ შეგიძლიათ ქრონოლოგიურად ახოთ, რომელ სერიაში რაზე ვიყავი დამოკიდებული. მაგალითად, თუ ჭარბი წონა მქონდა სერიაში, ეს ნიშნავს, რომ იმ პერიოდში ალკოჰოლზე ვიყავი დამოკიდებული. ხოლო თუ ძალიან გამხდარი ვიყავი, მაშინ აბებს. ყველაზე სევდიანი კონტრასტი სერიალის მე-7 სეზონის ფინალში მოხდა. გახსოვთ ის ეპიზოდი მონიკას და ჩენდლერის ნიშნობა, სანთლებით სავსე ოთახი. ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული და ბედნიერი მომენტი. თუმცა როგორც კი რეჟისორმა თქვა, სიტყვა გადაღებულია, ის მაშინვე გააკანეს სარეაბილიტაციო ცენტრში, ტრანკვილიზატორებით. ის სერიის დასასრულში იყო ჭარბწონიანი, ხოლო როდესაც ახალი სეზონი დაიწყო, აგრძელება მიმდინარეობდა იგივე ვითარებიდან, ის ძალიან გამხდარი იყო. ეს იმიტომ მოხდა, რომ ის მკურნალობდა ამ პერიოდის განმავლობაში. ჩემი მაყურებლის დაახლოებით 98%-ს არ გაქვთ არხი გამოწერილი. ძალიან ბევრი ნახვებია, ძალიან კარგი შედეგია, უბრალოდ გავიწყდებათ, რომ გამოიწეროთ არხი და თხოვნა, თუ არ შეწუხდებით, გამოიწერეთ. ის დაახლოებით 65 ჯერ იყო სარეაბილიტაციო ცენტრში ნაპოვნი, რომ ემკურნალა. 15 ჯერ აქვს უმძიმესი ოპერაცია გადატანილი. გულიც კი ქონა გაჩერება, კლინიკური სიკვდილი აქვს გადატანილი. ექიმები მის გადარჩენას 2%-საც არ აძლევდნენ, თუმცა ის გადარჩა. დაახლოებით $9 მილიონი აქვს დახარჯული, რომ როგორმე დაეღწია თავი დამოკიდებულებისაგან. მეთიუ მოგვიანებით ამბობდა, რომ ყველაზე რთული ის კი არ იყო, რომ მილიონობით ადამიანი უყურებდა, არამედ ის, რომ ყველამ რაღაც იცოდა, მაგრამ არავინ ამბობდა. გადასაღებ მოედანზე მისი მეგობრები ცდილობდნენ დახმარებას. მას ერთი წესი ჰქონდა, რომ არასდროს არ მიდიოდა გადასაღებ მოედანზე მთვრალი ან რომელიმე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. თუმცა ძალიან ნაბახუსევზე ხშირად თითქმის ყოველდღე უწევდა მისვლა. ამ ნაბახუსევზე თავისი მეგობრები, მაგალითად ჯენიფერ ენისტონი ხშირად ამჩნევდა. მაგალითად სუნით ხვდებოდნენ, რომ ის არც ისე ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. დამოკიდებულება ისეთი რამეა, რომელიც ადამიანს ატყუებს, რომ კონტროლი ჯერ კიდევ აქვს. ის ზოგჯერ იღვიძებდა და წინა დღე არ ახსოვდა. მაგალითად 2022 წლის ინტერვიუში იძახის, რომ არსებობს გარკვეული სეზონი
სეზონები და სერიები ფრენციდან, რომელიც საერთოდ არ ახსოვს. როგორ მიმდინარეობდა გადაღებები, სცენარი, როგორ მივიდა გადასაღებ მოედანზე, ისიც კი არ ახსოვს. წლები გავიდა, სერიალი დასრულდა. მისი მეგობრები წინ წავიდნენ. შექმნეს ოჯახები, გააჩინეს შვილები. 2023 წლის შემოდგომაზე მეთიუ ებრძოდა დეპრესიას. მას ექიმმა კეტამინის თერაპია დაუნიშნა. ეს არის ლეგალური თერაპია, რომელიც მიმდინარეობს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუმცა როცა უკვე საქმე მივიდა დოზის გაზრდაზე, მოგეხსენებათ ის დამოკიდებული იყო და მეტ დოზას ითხოვდა, საქმეში უკვე ჩაერთვნენ სხვა ექიმები, რომლებმაც ფიცი დადეს, რომ მეთიუს ჯანმრთელობაზე იზრუნებდნენ. ექიმი სალვადორ პლასენსია და ექიმი მარკ ჩავესი. მათ კარგად იცოდნენ მეთიუს წარსული. იცოდნენ, რომ ის დაუცველი იყო. ნაცვლად იმისა, რომ დახმარებოდნენ, ამ ორმა ექიმმა მასში დაუსრულებელი ფულის წყარო დაინახა. ჩავესის შავ ბაზარზე პოულობდა ამ ინექციებს, თითო ფლაკონი უჯდებოდა $12. მეთიუს ერთ ფლაკონში $2000 ართმევდა. ისინი ერთმანეთთან მიმოწერაში დასცინოდნენ მეთიუს და იყო ისეთი ფრაზები, როგორიც არის, ნახოთ რამდენს გადაიხდის ეს იდიოტი. თუმცა ეს ექიმები მის გარემოცვაში სულ არ იქნებოდნენ, თავიანთ საქმეც ჰქონდათ და მათ სჭირდებოდა თვინმე მოკავშირე. და ეს მოკავშირე აღმოჩნდა მეთიუს პირადი ასისტენტი. კენეტ ივამასა იყო მეთიუს პირადი ასისტენტი, რომელიც მასთან ერთად სახლში ცხოვრობდა და მას უნდა ეზრუნა მეთიუზე. ექიმმა პლასენციამ მას სასწაულად თუ როგორ უნდა გაეკეთებინა ინექცია. სიკვდილის წინა კვირაში ივამასა მეთიუს დღეში 6-დან 8-მდე სასიკვდილო დოზას უკეთებდა. 2023 წლის 28 ოქტომბერი. დილის საათებში ასისტენტმა მას 2 დოზა უკვე გაუკეთა. შუა დღისას მეთიუმ ივამასას თავისი ცხოვრების ბოლო სიტყვები უთხრა. დიდი დოზა გამიკეთე და ჯაკუზი გაამზადე. მან ეს თხოვნა შეუსრულა, დიდი დოზა გაუკეთა, ჯაკუზიც გაუმზადა და წავიდა. მარტო დატოვა. როცა ის დაბრუნა, მეთიუ უკვე წყლის ქვეშ იყო. როგორც კი ეს ამბავი ექიმებმა გაიგეს, მათი პირველი რეაქცია იყო არა სინანული, არამედ პანიკა. პლასენციამ ეგრევე მიწერა ჩავეს, რომ წაშალე ყველანაირი მიმოწერა. მათ რატომღაც ეგონათ, რომ გამოძურებოდნენ, იმიტომ რომ ყველა მიცოდა მისი დამოკიდებულების შესახებ და დააბრალებდნენ უბედურ შემთხვევას ან ზედოზირებას. მეთიუ პერი ხშირად დამობდა ფრაზას, რომ როდესაც მოვკვდები, არ მინდა პირველი ჩემზე ჩენდლერი ახსენდებოდეთ. მინდა ახს დავამახსოვრდე ადამიანად, რომელიც სხვა ადამიანებს ეხმარებოდა. და ის მართლაც ცდილობდა დახმარებას, მან მისი საკუთარი სახლი გადააქცია სარეაბილიტაციო ცენტრად. მე ძალიან მიყვარს სერიალი ფრენცი. ბავშვობიდან, როცა ამას ვიძახი, რომ ბევრჯერ მაქვს ნახე, კითხვები ხო უჩნდება. დენჯერ რატო უყურე, რამე სხვა რამეს უყურე. რაღაც ცუდი მომენტები იყო ჩემს ცხოვრებაში. რაღაც ცუდი ხდებოდა, ავტომატურად თავდი ამ სერიალს. და თითქოს ყველაფერს ვივიწყებდი იმ მომენტში. როცა ამ სერიალს უყურებდი, მეც მათ მეგობრად მივიჩნევდი თავს. დაახლოებით ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მეგობრები როცა იკრიბებით და რაღაც ძველ ისტორიებს იხსენებთ, რაღაც ან კარგ მომენტებს, ან ცუდ მომენტებს, ან სასაცილო მომენტებს, თითქოს ამ სერიალს რო უყურებდი, მათთან ერთად ვიხსენებდი ამ ყველაფერს. აი, ამიტომ მაქვს ბევრჯერ ნახე ეს სერიალი. ეს ქუდიც ფრენცის გადასაღებ მოედანზე შევიძინე. მე ერთ-ერთი მთავარი ოცნები იყო, რომ ფრენცის გადასაღებ მოედანზე როგორმე აღმოჩენილიყავი და გამიმართლა ნახე პავილიონი, ის ადგილები, სადაც ჩემი საყვარელი პერსონაჟები იკრიბებოდნენ. ამ კიბიდან ჩამოდის რუსი გამოსაშვებ საღამოზე. ჯექიმ დივანზე, რომელზეც ჩემი საყვარელი პერსონაჟები 10 წლის განმავლობაში ისხდნენ, ჩენდლერისთვის ხუმრობა ფარი იყო. ტკივილის წინააღმდეგ მეთიუსთვის კი გადარჩენის ერთადერთი გზა. მაგრამ ტრაგედია ის არის, რომ ფარი, რომელმაც ჩენდლერს მეგობრები აპოვნინა, მეთიუს შემთხვევაში აღმოჩნდა ნიღაბი, რომლის მიღმაც მისი ნამდვილი ტკივილი ვერავინ დაინახა. მეგობრებში ჩენდლერის ხაზი თითქოს მეთიუს რეალური ცხოვრების საპირისპიროდ დაიწერა. ჩენდლერი იწყებს როგორც ადამიანი, რომელსაც ემოციურ სიახლოვის ეშინია, ყველაფერს ხუმრობით ფარავს და სერიოზულ მომენტებში ირონიით გარბის. მაგრამ სეზონების განმავლობაში ის ნელ-ნელა იცვლება. მონიკასთან ურთიერთობა მას აძლევს იმას, რაც ყველაზე მეტად აკლდა. სცენარისტებმა ჩენდლერს მისცეს ბედნიერი დასასრული, სახლი ქალაქგარეთ, მონიკა, ბავშვები და მეგობრები, რომლებიც ბოლომდე მის გვერდით არიან. მეთიუ პერის კი რეალურ ცხოვრებაში ზუსტად ეს აკლდა. თითქოს ეკრანზე მისმა პერსონაჟმა მიიღო ის ცხოვრება, რომელზეც თავად მეთიუ ოცნებობდა. They're never coming down now. ჩვენ ვიმყოფებით ლისი პოდკასტ სტუდიოში, რომელიც მდებარეობს ავთოვარაზის 99-ში. თუ გინდათ პოდკასტის ჩაწერა ან მსგავსი მონოლოგის სტილის ვიდეოს გადაღება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, ლინკი იქნება აღწერაში.